რატომ უნდა ავირჩიოთ ბლუმი? ჩვენი мотивация არის ის, რომ ადამიანს გაუადვილდეს ნებისმიერი ავეჯის გამოყენება. ულიმიტო გარანტია არსებობენ. იმიტომ რომ ჯანჯამა გადის წარმოების პროცესის დაწყებამდე, მოიცავს 200,000 ციკლს. რა არის გაუმჯობესებული ახალ მექანიზმებში? თვითონ მექანიზმების პროფილის შემცირება, რომ მათ უფრო ნაკლები ადგილი დაიკავონ ავეჯში. როდის უნდა მივხვდეთ, რომ შესაძლებელი აღნიშნული მექანიზმი? მას უბრალოდ დაამონტაჟე ბლუმის მექანიზმები და დაივიწყე შემდეგ მათი ან რეგულირების შესახებ, ან მათი ჩანაცვლების შესახებ. ეს არის პოდკასტი რემონტის ამბები, ჩემი სტუმარი კი არის საქართველოში ბლუმის წარმომადგენელი ბატონი თამაზი. როგორ ხარ თამაზ? მითხარი პირველ რიგში. ძალიან კარგი ამენდია და ჩვენ წერთ ამ შვენიერ პოდკასტს. კი ბატონო. თამაზ, მოდი დავიწყოთ პირველ რიგში თქვენი საქმიანობით და გითხარი, რას მოიცავს თქვენი საქმიანობა. სანამ უშუალოდ ბლუმის მექანიზმებზე და რაღაც სხვა ტექნიკურ ნაწილებს შევეხებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მოდით ცოტათი ვთქვათ ჩვენი კომპანიის შესახებ. კომპანია ბლუმი დაარსდა 1952 წელს და ის არის მისი ცენტრალური ფილიალი არის ავსტრიის ულამაზეს ქალაქში. კომპანიამ საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ ისეთი უმნიშვნელო, მაგრამ იმ დროისთვის ძალიან საჭირო პროდუქციით, როგორც არის წყვილფეხა საქონელის ნალის დანამატი, რომ წყვილფეხა საქონელს ფეხი არ დაცურებოდა ყინულზე, მაგრამ დღეს თქვენ იცით, რომ ბლუმი არის მსოფლიო ლიდერი ფურნიტურის წარმოებაში და ჩემი პოზიცია იქნება საქართველოში წარმომადგენელი, როგორც ბლუმის მხრიდან. პოზიცია რაც შეეხება ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოს ბაზარი განვითარდეს. ადამიანები, რომლებიც ბლუმის პროდუქციას იყენებენ, კონდეთ მათ ხარდაჭერა ჩემი მხრიდან და მოხდეს მათი ინტეგრირება საერთაშორისო CRM სისტემაში, რომელიც ბლუმს აქვს თავის ბაზა. შესაბამისად, საქართველოში ეს სიახლეა და ჩვენ გვინდა, რომ თითოეულ მომხმარებელს, თითოეულ წარმოებელს კონდეს ამის შესახებ ინფორმაცია და თქვენი პოდკასტიც ერთ-ერთი საშუალება იქნება, რომ გავაგებინოთ ადამიანებს ეს სიახლე. კი ბატონო. მოდი გითხარი, რატომ უნდა ავირჩიოთ ბლუმი? რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა ბლუმი და რა უპირატესობა აქვს ბლუმის მექანიზმებს? ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა ამ კითხვისთვის და მოდი დავიწყოთ იმაზე საუბარი, თუ რატომ არის ბლუმი ნომერ პირველი ბრენდი მსოფლიოში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბაზარი ამ მიმართულებით არის საკმაოდ გაჯერებული. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ბრენდი, რომელიც უშვებს მსგავს ან მიახლოებით პროდუქციას, თუმცა ბლუმი ნომერ პირველი ბრენდი არის საიმედოობით. ეს საიმედოობა ჩვენ დავამტკიცეთ 74 წლის განმავლობაში მუდმივი განახლებით, მუდმივი წინსვლით და თქვენ იცით ისეთი ანჯამები, რომლებიც არის ბაზარზე დაახლოებით 30-40 წელია და ისინი დღესაც კი მუშაობენ. ტესტირებია, რომელსაც თითოეული ანჯამა გადის წარმოების პროცესის დაწყებამდე, მოიცავს 200,000 ციკლს. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ 200,000 ციკლი სახლში გამოყენების შემთხვევაში დაახლოებით უდრის 50 წელსზე მეტს. როდესაც ადამიანს შეუძლია, რომ უბრალოდ არც კი შეეხოს ანჯამას, ისე გამოიყენოს თავისი ავეჯი. ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ დაამონტაჟე ბლუმის მექანიზმები და დაივიწყე შემდეგ მათი ან რეგულირების შესახებ, ან მათი ჩანაცვლების შესახებ. ეს იმდენად დიდი კომფორტია მწარმოებლებისთვის და საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომ ხშირად ზუსტად ეს მახასიათებელი იწვევს ამ ბლუმზე არჩევანის გაჩერებას. რა თქმა უნდა, ჩვენ არამხოლოდ საიმედოობა, არამედ ტექნოლოგიებიც გამოგვარჩევს, ჩვენ არამხოლოდ ვამზადებთ პროდუქციას, არამედ ქმნით მოძრაობის მექანიზმებსაც. მაგალითად, როგორც არის ბლუმოუშენი ტიპონი, ბლუმოუშენი ნიშნავს შეუფერხებელ მოძრაობას, რომელიც ძალიან მცირე ძალას მოითხოვს მომხმარებლისგან, მაგალითად, როგორც არიან ხანში შესული ადამიანები, პატარა ბავშვები, მათ შეუძლიათ უპრობლემოდ გამოიყენონ ჩვენი პროდუქცია. და რა თქმა უნდა, ტიპონი, რომელიც და ახალი სერვოდრაივები, რომლებიც გამოირჩევა იმით, რომ უკვე თანამედროვე სტანდარტებთან არის თანხვედრაში და თქვათ, ისეთი თანამედროვე დიზაინები, რომლებიც მოითხოვენ თანამედროვე გადაწყვეტებს, ბლუმი აი ამასაც ფეხს უბამს და რა თქმა უნდა, ეს არის ალბათ ის ძირითადი მიზეზები, თუ რატომაც ადამიანები ირჩევენ და მწარმოებლები ირჩევენ ბლუმის პროდუქციას. თუ ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ბლუმის პროდუქციაზე,
რომელიც გამოდიოდა წლების წინ 80-90-იან წლებში და ვისაუბრებთ პროდუქციაზე, რომელსაც ბლუმი აწარმოებს დღეს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბლუმი ყოველთვის საბაზისოდ თავის ახალ პროდუქციას უდებს ძველ გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ძველი პროდუქცია არის ძალიან გამძლე, ის არის შექმნილი როგორც სატვირთო ავტომობილი, რომ უბრალოდ იმუშაოს ყველანაირი დანამატის და რაღაც ზედმეტი დარეგულირებლების გარეშე, თუმცა რა თქმა უნდა, ბაზარში ჭირდება ახალი პროდუქცია. ახალი პროდუქცია გულისხმობს ახალ დიზაინს, უფრო დათხელებულ, ვთქვათ, დიზაინის ელემენტებს, რომ უფრო მეტად აითვისოს ადამიანმა სათავსო სივრცე. ასევე ახალი მექანიზმები გულისხმობს სერვო ძრავს, როგორც ვახსენე, სერვო ძრავი უკვე არის ისეთი დეტალები, რომლებიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ მინიმალური ენერგიის გამოყენებით მოახდინონ თავისი ავეჯის გამოყენება. აი ესეთი დეტალები უკვე მომხმარებას აძლევს საშუალებას, რომ მათ შეურწყან ერთმანეთს როგორც ძველი პროდუქცია, ასევე ახალი დიზაინი და უკვე ავეჯი კონდეთ აბსოლუტურად ერგონომიული. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ახალი პროდუქცია არის უკუთავსებადი ძველ პროდუქციასთან და თქვათ ადამიანს თუ უნდა რომ რაღაც ერთი კონკრეტული მოდული ჩაანაცვლოს თავის ავეჯში, არ არის აუცილებელი რომ მთლიანი რემონტი გააკეთოს, შეუძლია რომ უბრალოდ აი ეს ერთი მოდული ჩაანაცვლოს და კონდეს როგორც ძველი გამძლე პროდუქცია, ასევე ახალი დიზაინი. კი ბატონო, აი ძველ და ახალ მექანიზმებს შევეხები თუ შეიძლება, რა განსხვავებაა ძველს და ახალი ბლუმის მექანიზმებს შორის და რა არის გაუმჯობესებული ახალ მექანიზმებში? ძირითადი განსხვავება თუ ვისაუბრებთ ახალ მექანიზმებზე არის მონტაჟის სისწრაფე. მოგეხსენებათ რომ 70 წლის წინ მონტაჟის სისწრაფეს იმდენი ყურადღება არ ექცეოდა, რამდენიც დღეს. თანამედროვე სისტემაში ყველანაირად არის დიდი ყურადღება მიქცეული დროზე, იმიტომ რომ ნებისმიერი წუთი არის ფული, როგორც მოგეხსენებათ და ნებისმიერი დრო, რომელსაც მემონტაჟე ან მწარმოებელი ხარჯავს ბლუმის პროდუქციის მონტაჟზე და თვითონ ავეჯის წარმოებაზე არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია ამას ითვალისწინებს და ჩვენ შევძელით, რომ 40%-მდე შეგვემცირებინა წარმოების დრო და ბლუმის პროდუქცია, მაგალითად, ძველად თუ ეს ხდებოდა სახრახნების მეშვეობით, დღეს არის კლიპი. კლიპის მეშვეობით შეუძლია წარმოებელს, რომ ყველანაირი ხელსაწყოს გამოყენების გარეშე, უკვე როდესაც ობიექტზე მიდის, დაამონტაჟოს ჩვენი პროდუქცია და მას არ სჭირდება დარეგულირება და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა მათთვის არის ძალიან კომფორტული და რა თქმა უნდა ეს ზოგავს დროს. ძირითადი მონაცემები არის ეს, რა თქმა უნდა, ასევე მოძრაობის ტექნოლოგიები. მოძრაობის ტექნოლოგია, როგორც ვახსენე, Bloom Motion-ი არის თანამედროვე გადაწყვეტა ბლუმის მექანიზმებში და ის არის ინტეგრირებული უკვე ჩვენს ახალ სავლელებში. რა თქმა უნდა, ეს ახალი სავლელების Bloom Motion-ი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ავეჯი იქნება გამართული და რა თქმა უნდა, ეს იქნება თქვენთვის მოსახერხებელი და არ იქნება მუდმივად ანჯამის ცვლილების საჭიროება, არ იქნება მუდმივად სავლელის ან უჯრის დარეგულირების საჭიროება. აი ზუსტად ეს არის ის დეტალები, რაც თანამედროვე ბლუმის პროდუქციას გამოარჩევს. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალშიც გეგმავთ, რომ დავხვეწოთ ჩვენი პროდუქცია, თუმცა ყოველთვის აუცილებლად გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს ძველ გამძლეობაზე დაფუძნებული და რა თქმა უნდა, ახალი პროდუქციის შექმნის დროს არ იქნება კომპრომისი გაწეული გამძლეობასთან მიმართებაში. თამას, როდის უნდა მივხვდეთ, რომ შესაძლებელი აღნიშნული მექანიზმი? მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ბლუმს აქვს სასიცოცხლო პერიოდი დაახლოებით 50+ წელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სამზარეულო, რომელიც ბლუმის მექანიზმებით არის აწყობილი, ფაქტიურად თლიანი სასიცოცხლო პერიოდს ასე ვთქვათ, განulis ამ ერთი მექანიზმით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მექანიზმი დაზიანდა გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ გვაქვს საგარანტიო პერიოდი, ეს რომელიც ანუ არ აქვს შეზღუდვა, საგარანტიო პერიოდი გვაქვს ასე ვთქვათ, ულიმიტო, როდესაც ადამიანი მოგმართავს, რომ ჩვენი პროდუქცია მას დაუზიანდა, ამ შემთხვევაში შეგეძლიათ მეც მომმართოთ, შეგეძლიათ ბლუმის ოფიციალურ საიტს მიიწეროთ. ძალიან დიდი ბენეფიტია, ულიმიტო გარანტია არსად მინდა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის ფუფუნება, რომ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ულიმიტო გარანტია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პროდუქცია არის 100%-ით იგივე ხარისხის, რაც იყო წლების განმავლობაში და ჩვენ ვამტკიცებთ ამას წარმოების დროს, რომ პროდუქცია, რომელიც ჩვენგან არის შეძენილი, თქვენ მოგემსახურებათ ცხოვრების ბოლომდე. რა თქმა უნდა, არის გამოყენების პირობები,
ძალიან მარტივია გამოყენების პირობები, არ უნდა გადავაჭარბოთ იმ დატვირთულობას, რაც არის კომპანიის მხრიდან რეკომენდირებული და თქვათ რაღაცა ისეთი არ უნდა გავაკეთოთ, რაც არ არის მიზანშეწონილი. ძალიან მარტივია ბლუმის პროდუქციის მოვლა და გამოყენება, უბრალოდ ძალიან იშვიათად სჭირდება ზედაპირული გაწმენდა, არაფერი განსაკუთრებული. შეგვიძლია რომ უბრალოდ ნაჭრით გავწმინდოთ და შემდეგ გავამშვალოთ რომ არ დარჩეს ზედაპირზე ლაქები. სულ ეს არის არანაირი დამატებითი შეზეთვა, იმიტომ რომ ჩვენი მექანიზმები არის ჰერმეტული და შესაბამისად ის ნაკლებად არის გარემო პირობებზე დამოკიდებული, თუნდაც იყოს ნესტიანი გარემო, შეზეთვა ავტომატურად ხდება და თქვათ ეს სახლის პირობებში არანაირი დამატებითი მოვლა პატრონობა არ არის საჭირო. და სიახლეებს თუ გეგმოთ მექანიზმების განვითარებისთვის ესე რომ თქვათ რაიმე ხო არ გვაქვს დაგეგმილი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ახლა კი შეცვალეთ უკვე ახალი ბლუმის მექანიზმები, მაგრამ როგორც ვიცი, რაღაც სიახლეები არის, ხო? როგორც მოვკარი ყოველ. როგორც ყოველთვის ბლუმი არის სიახლეების ცენტრში. ამან მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და რა თქმა უნდა, ბლუმი მომავალშიც გეგმავს განვითარებას. ბლუმს ცალკე აქვს დეპარტამენტი, რომელიც ახალ პროდუქციას შეიმუშავებს და შემდეგ განვითარებს მას, სანამ ის ჩაეშვება წარმოებაში. რა თქმა უნდა, აქ ხდება ტესტირებაც. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან გამოფენაში, როგორც არის ინტერზუმი, როგორც არის VFS ამერიკაში, როგორც არის ინტერმობი თურქეთში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გეგმავთ საქართველოს გამოფენებშიც მონაწილეობის მიღებას მომავალში. და რა თქმა უნდა, როდესაც კომპანია არის მოწინავე მსოფლიო ბაზარზე, მან უნდა შეიმუშაოს ახალი პროდუქცია. ჩვენ გეგმავთ უკვე ისეთ პროდუქციას, როგორც ბაზარზე შეიძლება სხვა კომპანიებსაც ჰქონდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ბლუმი იქნება გამორჩეული თავისი გამძლეობით. როგორც არის მაგალითად ინდივიდუალური უჯრედშორისი სისტემის წარმოება, ასევე უჯრების განათების წარმოება და ასე შემდეგ. ამ დეტალებს თქვენ უფრო მეტად გაეცნობით, როდესაც საქართველოს ბაზარზეც მოხდება მათი დემონსტრაცია და ჩემი პოზიციაც არის ძალიან საინტერესო ამ მხრივ, იმიტომ რომ როდესაც კომპანია შეიმუშავებს ახალ პროდუქციას, მისი წვლილადობა არ არის ყველა ქვეყანაში ერთგვაროვანი. ამიტომ ჩემი სამუშაო იქნება ის, რომ როდესაც ახალი პროდუქცია დაინერგება საქართველოს ბაზარზეც, ის იყოს ხელმისაწვდომი მწარმოებლებისთვის, რომ აი ეს ინოვაციებს ფეხი აუდგათ და რა თქმა უნდა ჩვენი ბაზარიც უფრო განვითარდეს. და როგორ ან რა საშუალებით, რა ხერხით, რითი აპირებთ უშუალოდ მექანიზმის განვითარებას? უშუალოდ მექანიზმის განვითარება იგეგმება ძალიან მარტივად. უბრალოდ ძალიან რთულად, მაგრამ საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის ძალიან მარტივად. პირველ რიგში ჩვენი мотиваცია არის ის, რომ ადამიანს გაუადვილდეს ნებისმიერი ავეჯის გამოყენება. რა თქმა უნდა, ადამიანს რო გაუადვილდეს ავეჯის გამოყენება, ამისთვის საჭიროა, რომ მისგან მოითხოვებოდეს მინიმალური ჩარევა. მაგალითად, თანამედროვე ამწევ მექანიზმებში ჩვენ შევძელით ის, რომ ადამიან და წარმოებელს და საბოლოო მომხმარებელს კონდეთ უფრო ნაკლები, როგორ გითხრათ, ანუ პროდუქციის ასორტიმენტი არის უფრო მეტი, მაგრამ თავსებადობა პროდუქციის ასორტიმენტის ერთმანეთთან არის უფრო მეტი. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ, რომ ერთი და იგივე ამწევი მექანიზმი შეიძინოთ. თავსებადობაც მეტია? დიახ, თავსებადობა მეტია, ანუ შეგიძლიათ, რომ შეიძინოთ ერთი და იგივე მექანიზმი, სხვადასხვა მექანიზმი, მაგრამ მაგალითად მკლავი ამ მექანიზმებს კონდეს ერთსაერთო. შესაბამისად, ეს მაგალითად ჩვენს დილერებსაც გაუმარტივებს მუშაობას, იმიტომ რომ მათი სასაწყობე მეურნეობა უფრო მეტ პროდუქციას დაიტევს. აი ესეთი განვითარება იგეგმება მომავალში და რა თქმა უნდა ჩვენ უკვე განავითარეთ. ასევე იგეგმება თვითონ მექანიზმების პროფილის შემცირება, რომ მათ უფრო ნაკლები ადგილი დაიკავონ ავეჯში. ასევე ჩვენ შევძელით ის, რომ მოხდენილიყო სინქრონიზაცია დამატებითი დეტალების გარეშე, რაც დიზაინის ელემენტია და ვთქვათ დიზაინერებს თუ ადრე უწევდათ, რომ აი ჩვენი მექანიზმის ელემენტი გაითვალისწინებინათ თავის დიზაინში, იმიტომ რომ ეს აუცილებელი იყო მექანიკური თვალსაზრისით. დღეს უკვე ეს მექანიკური დაბრკოლება ჩვენ მოხსენით და გარკვეულ მექანიზმებში ეს სინქრონიზაციის დეტალი აღარ არის საჭირო. აი ესეთი დეტალები შეიძლება
საბოლოო მომხმარებლისთვის ძალიან ისეთი შეუმჩნეველია, თუმცა დიდი ხნის გამოყენების განმავლობაში ეს არის უნიკალური საშუალება და თვითონ დიზაინერებისთვისაც და მწარმოებლებისთვისაც ეს არის ისეთი დადებითი მხარე კომპანიის მიმართ, რომ მათ ფაქტიურად სხვა მექანიზმების გამოყენება შეიძლება აღარც მოუნდეთ. და ამ მექანიზმებს რაღაც სპეციფიკური მოვლა ხომ არ სჭირდება? აი როგორ უნდა მოვუარო ამ მექანიზმებს, რომ დიდხანს გაძლოს და ესე ვთქვათ, თავის საქმე კარგად შეასრულოს? აი როგორც გითხარით, მექანიზმებს არაფერი განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, იმიტომ რომ გათვლილია ჩვენი მექანიზმები, რომ უბრალოდ დაამონტაჟოთ და შემდეგ ისიამოვნოთ სამზარეულოს გამოყენებით. 50 წელი. დიახ, 50 წელი. ზოგადად ულიმიტო ვადა აქვს, რა თქმა უნდა, თუმცა ბუნებრივი ცვეთა ყველაფერს აქვს, უბრალოდ არ საჭიროებს ჩანაცვლებას ეს მექანიზმი. შეიძლება აი წლების განმავლობაში 10 წლების შემდეგ უბრალოდ დასჭირდეს მინიმალური რეგულირება, რომ ისე კარგად იმუშაოს. რაც შეეხება თვითონ მექანიზმს, რა თქმა უნდა, გარეგანი გასუფთავება ნებისმიერ რამეს სჭირდება, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში შეიძლება მტვერი მოედოს და ასე შემდეგ, თუმცა შინაგანად თვითონ მექანიზმს ან რაიმე შეზეთვა, ან რაიმე დარეგულირება არ სჭირდება, რაც თავისთავად დიდი კომფორტია საბოლოო მომხმარებლისთვის. ისა როგორ აპირებთ ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და განვითარებას? თვითონ ბრენდი ბლუმი საკმაოდ ცნობილია საქართველოს ბაზარზე, იმიტომ რომ ჩვენი დილერის მეშვეობით საქართველოს ბაზარზე უკვე 18 წელზე მეტია წარმოადგენელები ვართ და ვყიდით ჩვენს პროდუქციას. რაც შეეხება ახალ ინიციატივებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩემი უპირველესი მოვალეობა, რო ვთქვათ, რომ ჩატარდეს ტრენინგ სესიები, ჩატარდეს დიზაინერებთან ერთად გასვლები, ჩვენ გეგმავთ, რომ ისეთ სკოლებთან, რომლებიც ახალ ასწავლიან ბავშვებს თუ სტუდენტებს დიზაინს, ჩვენ მათთან ერთად გეგმავთ ავსტრიაში სატრენინგო სესიას და ჩვენ საწარმო სივრცეში, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ სფეროში არიან, უფრო მეტი იცოდნენ ბლუმის შესახებ, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბლუმს მთლიანი პროდუქცია იმდენად მრავალრიცხოვანი აქვს და მრავალფეროვანი აქვს, რომ ამას შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე ტრენინგი მხოლოდ ვერ გაწყვეს. ამიტომ ჩვენ გეგმავთ მსგავს აქტივობებს. რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვახსენე, გამოფენებში მონაწილეობა, იქნება ღია კარის დღე ჩვენს დილერთან და სხვა კიდევ ბევრი აქტივობა, რომელიც ჩვენ ასევე გვექნება სოციალური გვერდი, რომელიც უკვე იქნება ოფიციალური ბლუმის წარმომადგენლობით ორგანიზებული, რომელიც შეუწყობს ხელს, რომ ადგილობრივმა ბაზარმა და მწარმოებლებმა უფრო მეტი იცოდნენ ჩვენი პროდუქციის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე უნდა ვახსენო, რომ ჩვენ გვაქვს ელექტრონული პორტალი, სადაც გაწევრიანება და ამ ინფორმაციის მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის არის უფასო. აქ ამ პორტალზე თქვენ შეგიძლიათ, რომ ბლუმის შესახებ წაიკითხოთ უამრავი ინფორმაცია. კი, აი ეს დეტალი არის ჩვენი შაბლონი, სადაც დატანილია QR კოდი. ჩვენ ამას უფასოდ გადავცემთ მწარმოებლებს, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ დაამონტაჟონ პროდუქცია და პლუს გამოიყენონ ჩვენი მარტივი აპლიკაცია, რომელიც ტელეფონისთვის არის განკუთვნილი, ასევე არის ვებ ვერსიაც. ამ აპლიკაციაში დეტალურად არის ჩაწერილი როგორც ჩვენი პროდუქციის მოხმარების წესები, მათი დამონტაჟების წესები, კატალოგი, პროდუქციის თვითონ ჩამონათვალი, რომ თქვენ უფრო გაგიადვილდეთ არჩევანი, არის ფოტო-ვიდეო მასალა, ეს ყველაფერი არის ქართულ ენაზე ნათარგმნი, რაც უამრავ კომპანიაში არ გვხდება. ჩვენ ამისთვისაც არ ვიშურებთ ენერგიას, რომ ქართულად იყოს ეს ნათარგმნი და შემდეგ არის ბეჭდური სახით ჩვენს სადილერო ქსელში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ბლუმის შესახებ ინფორმაცია იყოს მისაწვდომი და ვისაც ჭირდება და მწარმოებელია, მას ჰქონდეს ყველანაირი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაც ამაში დაეხმარება მწარმოებლებს. შეუძლიათ რომ პირადად მე დამიკავშირდნენ, უკვე ობიექტზე მივიდეთ და თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა ან დახმარებაა საჭირო, უკვე უშუალოდ მე დავეხმარები მათ. თამას მონტაჟი ახსენე წაღან და მაინტერესებს რამდენად უწყობთ ხელს მექანიზმების დამონტაჟებას. ნუ გასაგებია რომ საიტზე შეგვიძლია გადავიდეთ და ვნახოთ როგორ მონტაჟდება ხო ეს მექანიზმები, მაგრამ აი ფიზიკურად რამდენად უწყობთ ხელს ამის დამონტაჟებას, ეგ მაინტერესებს. ჩვენი მექანიზმები განკუთვნილია მარტივი მონტაჟისთვის. სპეციალურად ჩვენ ამაზე
როდესაც საწარმოო პროცესი იგეგმება, ამაზე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს კომპანია, რომ რაც შეიძლება მარტივი იყოს ჩვენი პროდუქციის დამონტაჟება მწარმოებლისთვის და მან დრო არ დახარჯოს. Რა თქმა უნდა, ეს იყოს ინტუიტიური და პლუს თქვათ პროდუქციას სჭირდებოდეს ერთი და იგივე პროცედურა დასამონტაჟებლად. ჩვენი ნახაზები არის ხელმისაწვდომი როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე ჩვენს სადილრო ქსელში, საქართველოში უამრავ მწარმოებელს აქვს ეს თავის სისტემაში დანერგილი და თუ მწარმოებელს უნდა ბლუმის პროდუქციის გამოყენება, ფაქტიურად ამ მომსახურების მიღება არის აბსოლუტურად შეუფერხებელი, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პლუსი კომპანია ბლუმის, რომ მან თავისი რესურსები გახადა აბსოლუტურად ხელმისაწვდომი, რამაც შემდეგ ხელი შეუწყო ადგილობრივ მწარმოებლებს, რომ ეს ინფორმაცია აიღოთ და თავის სისტემებში დაენერგათ. Როგორც ჩვენ ასევე ხელმისაწვდომი გვაქვს CNC დანადგარებისთვის, CAD/CAM ფაილები, ასევე ხელმისაწვდომი გვაქვს ისეთი კატალოგები, რომლებიც უკვე არის უშუალოდ საიტზე საჭირო, ხო, როდესაც ადამიანი მიდის უკვე და ვთქვათ, მას სჭირდება დახმარება, მას შეუძლია, რომ ეს ონლაინ ვერსიები ამოიღოს, ასევე არის ოფლაინ ვერსია, რომელიც მას შეუძლია, რომ ტელეფონში კონდეს და გამოიყენოს. თვითონ ჩვენ გვაქვს შაბლონები, რომლებიც ასევე მათ ძალიან ხშირად გადაეცემათ უფასოდ, ან შეუძლიათ რომ შეიძინონ და ეს ამ შაბლონების მეშვეობით უკვე ჩვენი პროდუქციის დამონტაჟება უმარტივესად არის შესაძლებელი. ხშირად ჩვენს ანჯამებს აქვს ინტეგრირებული სამონტაჟო სისტემები, ჩვენი სავლელების დარეგულირება შეიძლება ლაზერული მეთოდით, არის თვითონ სავლელებზე ფერადი აღნიშვნა, რომელიც ხელს უწყობს უკვე ადამიანს, რომ მოხდეს მათი მარტივად იდენტიფიცირება და აი ესეთი დეტალები საბოლოო ჯამში იმდენად კომფორტოს ხდის ჩვენს პროდუქციასთან მუშაობას, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს კითხოთ და ის გეტყვით, რომ ბლუმთან მუშაობა არის ძალიან კომფორტული და ეს წლების განმავლობაში გრძელდება ესე და პირიქით უფრო ვითარდება და უკეთესი ხდება ჩვენს პროდუქტთან მუშაობა. ურმესი მადლობა თამას გაზიარებული ინფორმაციისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და იყავით ჩვენი სტუმარი. ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოვიდა, რადგან შევეხეთ ზუსტად იმ თემებს, რაც არის ძალიან საინტერესო ხო ამ თემის ირგვლივ. ამით უნდა დაგემშვიდობოთ, მეგობრებო, უნდა დასრულდეს ეს პოდკასტი და კიდევ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ესეთი ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდე ამ კომპანიის და ამ მექანიზმების შესახებ. დროებით.